იყო ვარ დოპამინის სავსე კაცი და დღეს ვარ სტუმრად სოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანთან. სულთან ხოსე, სოფლიოს ყველაზე მაღალი კაცი, 2.51 მეტრი. ის გინესის რეკორდსმენია 3 სხვადასხვა კატეგორიაში, რომელთაგანაც მთავარი რა თქმა უნდა ყველაზე მაღალი ადამიანის სტატუსია. ამის გამოა რომ სულთანი დიდი ხანია ადამიანიდან ბრენდად იქცა. მასზე ინტერნეტში უამრავი ვიდეოა. My name is Sultan. Sultan. სხვა იუთუბერების მსგავსად მეც გავატარებ ამ გიგანტურ ადამიანთან დროს. აღმოვაჩენ როგორ ცვლის მისი სიმაღლე მის ყოველდღიურობას და შევისწავლე მისი სხეულის სრულ ანატომიას. Everything is big. Really? He says everything? Baby, can you go? I want. თუმცა ყველა ამ ჩამოთვლილ ინფორმაციას სხვა გლობალურ YouTube ვიდეოებშიც ნახავ. What is it like to be that much taller than everyone else? სინამდვილეში მე უფრო მეტი რამე მაინტერესებს. მე მინდა გავარკვიო ვინაა სულთანი ამ ზედაპირული ვიდეოების მიღმა. ადამიანი რომელიც ბედნიერია თავისი სიმაღლით. If he had a chance, he would choose to not to be so high. თუ პროდუქტი რომელზეც ყველა ფულს აკეთებს. Can you count? მაგრამ სანამ აქამდე მივალ შეგახსენებთ რომ ჩემი გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, ხოლო კონტენტის წარდგენი არის ბეტსონ სპორტი. სულთანი ქალაქ მარდინში ცხოვრობს, თურქეთის სირიის საზღვარზე. და ამის გამო გადავწყვიტე თბილისიდან მანქანით გავსულიყავით. მაგრამ მასთან მოხვედრა არც ისე მარტივი ბიუროკრატია. მენეჯერმა მასთან 5 საათიან ვიზიტში კატასტროფული ფასი მოგთხოვა, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ჩვენ გზაში სამნი ვართ. მე, ჩემი კამერამენი და ბაბი, რომელიც ჩემ მეორე კამერამენობასთან ერთად მანქანის ბრძღოლობასაც ითავსებს. წინ 17 საათიანი გზა გვაქვს. გზაში რამდენჯერმე გავჩერდით. სპონსორებისგან საჩუქრები ავიღეთ. ხონორის ტელეფონებს მიახდა. ასე მგონია რომ დეპუტატი ვარ, რომელიც წინასაარჩევნო სოფელში მიდის. ღამით ბათუმში დავრჩით და მეორე დღეს უკვე თურქეთში ვიყავ. თურქეთში ვარ. წინ კიდევ 10 საათიანი გზა გქონდა და დროის გასაყვანად სხვადასხვანაირად ვცდილობდით გართობას. ხან არც ისე სახალისო ისტორიებს ყვებოდით. მეთქი თურქი შენ ხარ თუ მე ძმაოებ როგორ არის? ხო მაგარი ისტორია მომიტევით. ხო, მადლობა. და გვამხეარული ამ ისტორიებით რა. ხანდახან გზაში დროის გასაყვანად ხელოვნურ ტაიმლეპსს ვაკეთებ. ტაიმლეპსს გავაკეთებ და ტაიმლეპს. ხანაც დოპამინის დალევის პროგნოზებზე ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ამ ტრიპში უნდა გაჯობო დოპამინის რაოდენობის დალევის კუთხით. ჩელენჯი, რამდენს დალევი? დღის ბოლომდე თუ იმენად 20 წელს. 21. პროგნოზების გაკეთება ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატისთვის ბეტსონ სპორტის ფენტეზის აპლიკაციაში უფასოდ შეგიძლია. ბიჭო, პრობლემა ისაა, რომ საერთი არ გვაქვს. ფენტეზის თამაშის დროს გეძლევა ბიუჯეტი, ირჩევ რეალურ ფეხბურთელებს, მბაპეს, ვინიციუს ან ვინც გინდა და მათი კარგი პერფორმანსიდან ქულებს იღებ. ქულებით კი სხვადასხვა პრიზებს მოიგებ. საინტერესოა ჩემ ვიდეოშიც რომ ფენტეზებით შეგეძლოს პროგნოზირება, რამდენად მივხვდებოდი რომ რასაც მომავ მართლა ეგ მაინტერესებს. რედიბულიეს განსხვავებული გემოები ვნახეთ აქ. რადგანაც ჩვენ ახალი გემოების გამოშვებას ვაპირებთ, გვაინტერესებს ინსპირაციისთვის რა განსხვავებული გემოები აქვს. რომ ეგეთი არ გავაკეთოთ, ნახოთ. სინამდვილეში აქ მე სულ სხვა ჩანაფიქრი მაქვს. საქმე ისაა რომ ბაბი და ალე ჰიგიენის არაადეკვატურად მოყვარულები არიან. მე კი ცეცხლთან თამაში მიყვარს. მოეწონა ტიპს. ეს რა არის? საზიზღრობა რედიბულია, მომე დოპამინი. They are to be fucking stupid. ფენტეზისგან განსხვავებით რეალურ ცხოვრებაში ასეთ რისკიან გადაწყვეტილებებს საჩუქრები თან არ ახლავს. რა არის ბაბი? კათხა. ჰა. გადავაყენოთ. უფრო მეტიც ხშირად არც ისე სასიამოვნო შედეგები მოყვება. რა. აუ პირველად ვიგზენი კაცად თავი, აი ეხა. ამდენი ხანია ვითმენ. კაცად. ეს არ ჩასვალე. ქალაქ მარდინამდე 6 საათი იყო დარჩენილი, თუმცა მენეჯერი ხაზზე არაფრით გამოდიოდა. რაც მანერიულებს. მით უმეტეს რომ ეს ვიზიტი საკმაოდ ძვირი მიჯდება. წერთ ჩვენი პატარა კაცის მენეჯერს და არ გვასუხობს. პატარა? ან ერთი დღეა ვწერთ და არ გვასუხობს. ზოგადად ჩემთვის ადამიანთან რამდენიმე საათიან ვიზიტში ფულის გადახდა პირველი შემთხვევაა და არცაა ჩემი სტილი. შესაბამისად ალბათ ლოგიკურად გიჩნდებათ კითხვა: რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს?
საქმე ისაა, რომ მე დავიწყე ყველაზე სერიები. ვიყავი ყველაზე ცივ და მაღლა მდებარე ადგილას. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე და მინდა რომ ეს სერიები ისევე დიდებულად გაგრძელდეს, როგორც დაიწყო. შესაბამისად, რა იქნებოდა ამ დიდებული სერიის ფასი თუ არ წავიდოდი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადამიანთან. ამიტომ საკმაოდ სოლიდური ფასის გადახდის მიუხედავად გადავწყვიტე ეს გამოცდილება გამოწვევად მექცია და ზუსტად 5 საათში მოვგებოდი გარემოს და სულთანი იმაზე კარგად გამეცნო, ვიდრე სხვა YouTube ვიდეოებში ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა საუბედუროდ მენეჯერი ჯერ ისევ არ გამოდიოდა ხაზზე. 2 საათი და 50 წუთი დაგვრჩა სანამ ჩავალთ. პატარა კაცის მენეჯერი კიდევ არ გვეხმიანება. და არ ვიცი, ამ მანქანის ფასი გულიგვა გადახდელი და არ გადაგვაგდონ. ის ღამე ქალაქ მარდინის სასტუმროში გავატარეთ. იმ იმედით, რომ მეორე დღეს მაინც გამოვიდოდა მენეჯერი ხაზზე. საბედნიეროდ მეორე დღეს მენეჯერი ხაზზე გამოვიდა. ჩაგვიგდო მისამართი და მოგვიბოდიშა, რომ თვითონ ვერ დაგხვდებოდა. სამაგიეროდ თარჯიმანი გამოაგზავნა, რაშიც დამატებითი თანხა მოგთხოვა. Hello. This is Mustafa. Kako? Kako, nice to meet you. ეს მუსტაფაა, თარჯიმანი, რომელიც სულთანთან კომუნიკაციაში დაგვეხმარებს. სწორედ ის გაგვიძღვა სულთანის ბინისკენ, სადაც მოლოდინი მქონდა, რომ შესვლისთანავე წინ გიგანტი დამხვდებოდა, თუმცა სულთანი ფეხზეც კი არ წამოდგა, ისე დაგვხვდა. Hello. Sultan, how are you? Sultan. You are big. Hello, welcome, nice to meet you. სულთანი თითქოს ყურადღებასაც არ მაქცევდა. თავიდანვე ტელეფონში იყო ჩარგული. Tired like every YouTuber is coming to you. YouTuber'lar seninle çekim yapmaya geliyorlar ya sürekli. Bundan yoruldun mu diyor. Oh, no, no. No? You enjoy it? I love. Çekim yapmayı seviyorum çünkü artık bu benim için bir iş haline geldi. მისი სამსახური მხოლოდ ერთმა ბუნებით დაჯილდოებულმა მონაცემმა შექმნა. ის პოპულარულია მისი სიმაღლის გამო. შესაბამისად, ნებისმიერი კონკურენტი, რომელიც მას გაუსწრებს სიმაღლეში, მის პოპულარობასაც უქმნის საფრთხეს. And who is second one? Second. Bir tane Paris'te bir tane çocuk 2 metre 47 santim. If he starts increasing Eğer ki daha and it's fazla- danger for you, I will go and kill him. Okay. You have to stay on record. მიუხედავად იმისა, რომ ნენელა შევთამამდით, მისი რეალური სიმაღლე ჯერ არ მინახავს. მას ფეხზე დგომა რომ უჭირს, პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა საჭმელად შევიკრიბეთ. You guys know lahmacun, right? Yeah. So his cousin, he made this lahmacun. Sultan's cousin. Is that love it. famous in your country? Not Really? No. Hey my friend, He's cheers. from... Cheers. Cheers. So he is showing how to eat lahmacun. After Turkish food, he likes Mexican foods. He said that he likes spicy food. That's why he likes Mexican food. In Mexico, everything very good. Three Mexican. What about Mexican girls? Latinas. Latina chicas. He has fiance? Kız arkadaşın ya da nişanlın var mı abi? He has a girlfriend. So I will cut the about Latinas question. I will cut. She's my wife. When I talk to other girls, I cut everything. Because when I go home, სულთანის სიმაღლეში ბუნებრივი არაფერია. 10 წლამდე ჩვეულებრივი ბავშვი იყო, სანამ ტვინში კეთილთვისებიანი სიმსივნე არ გაუჩნდა. ამან ზრდის ჰორმონს ისე აურია, რომ ორგანიზმმა მუხრუჭები დაკარგა. მას სკოლის დასრულებაც კი ვერ მოასწრო. ისე სწრაფად გაიზარდა, რომ მერხზე ფიზიკურად ვეღარ ეტეოდა. class was fun, make of fun. Tabii tabii benimle çok dalga geçen insanlar oldu. He says when he was going to the school at the classroom, the other students making fun of him. And tell them that where you are now and where are they. Şimdi gelip benimle fotoğraf çekmek istiyor. And at now they Now are they coming want to taking photos, yeah? picture with him. Yeah. ჩვენ სულ 5 საათი გვაქვს გამოყოფილი სულთანთან გასატარება და აქედან უკვე 1 საათი გავიდა. სულთანი კი ფეხზე ჯერ კიდევ არ ამდგარა. არადა ამ 5 საათის განმავლობაში რამდენი რამის მოსწრება მინდა. მათ შორის ერთ-ერთი სულთანთან ფოტოების გადაღებაა. ასე რომ მინიშნებებს უკეთებ რომ ადგომის დროა. It's only one moment when I am taller than you and I want to feel it. როგორც იქნა მოვიდა დრო რომ პირველად შევიგრძნო რა მაღალია სულთანი. Oh my god. Great. თუმცა ფოტოების გადაღების დროს გავიაზრეთ თუ რატომ იკავებდა ამდე ხანს ის ფეხზე ადგომისგან თავს. Just a minute. He needs to sit. Oh, okay. Sorry. What body part hurts? Bacaklarım ağrıyor, sırtım.
his back and his legs getting hurt. If he had a chance, he would choose to not to be so high. Uzun olmayı tercih eder. He likes Yeah. being long. Yeah, because everyone is watching. ჩემი კიდე ერთი სურვილი სულთანის ტალსაცმლის მოზუმოა. თუმცა სანამ აქამდე მივიდოდით, ერთი უცნაურობა შემომჩნიეთ. სულთანი თითქმის არასდროსაა მარტო. ჩვენი მოსვლიდან 1 საათში ოთახში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და უამრავი ადამიანი შემოლაგდა. Uncle of Sultan. From my father. Salam alaikum. Kako? One of his brother. İsmi neydi His abi? big brother? The biggest brother. No, biggest he is. Ya boy olarak yeah. ოჯახი არა მარტო თან ახლავს სულთანს, არამედ მუდმივად აკონტროლებს. მას ფაქტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაც კი არ შეუძლია და ეს პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა ოჯახთან სულთანის შეყვარებულის ამბავი წამოაყრანტალა. He knows that he is going to marry. He knows. Baban biliyor mu kız arkadaşının olduğunu? No. No talk. I'm sorry. Cut. Sorry bunda. მიუხედავად იმისა, რომ სულთანი 53 წლისაა, ფაქტია, რომ ის დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ დგამს ოჯახის გარეშე და მას განსაკუთრებული გამბედაობა ჭირდება იმისთვის, რომ შეყვარებულს ხელი თხოვოს. იმისთვის, რომ შეყვარებულს ხელი თხოვოს, მან ერთი რუტინა უნდა შეასრულოს. Do you know what it says? If your father tells you, "Are you stupid? What wife?" You say, "I dare to be stupid." When you drink, you go to your fiancé, first drink, and go, "Will you marry me?" And if your father starts fighting, you drink again and say, "It's my life." ინსტრუქცია მიცემულია, ამჯერად დოპამინის გასინჯვის ჯერიც დადგა. ოღონდ მნიშვნელოვანი დათქმით. But remember, if you don't like, no talk. Oh, nice. Nice? Okay. He likes it. It does not make you bigger, but it gives energy. Cheers. Everyone says in Georgia it's very small, and now I know that it's very small. ჩვენი კომუნიკაციის დაწყებიდან საათნახევარია გასული და სულ 3 საათნახევარი მაქვს დაჩენილი, რომ მასთან დაახლოება მოვასწრო. და რადგანაც დროში კატასტროფულად შეზღუდულები ვართ, ამიტომ სულთანი მალევე მიზიარებს მის ყოველდღიურობას. გამხელა, ხო? So, Good night. good night. ზოგადად სტანდარტული საწოლები 2 მეტრის სიგრძისაა, თუმცა სულთანს სტანდარტულზე წოლა გაუჭირდება. Before 2 years, he had a standard bed. Putting some chairs Okay. at the end of the bed, and then he was sleeping. თუ წოლის პრობლემა სპეციფიური ლოგინით მოგვარდა, სამწუხაროდ სააბაზანო საწოლისგან განსხვავებით სტანდარტულია. შესაბამისად, სულთანს არასტანდარტულად უწევს ბანაობა. And he is sitting, right? He says this is small for him. He's sitting flat and getting shower. Okay. მისთვის არანაკლები დაბკოლება ტანსაცმელია და მას სტანდარტულად მაღაზიაში ვერ შეიცეს. He cannot buy anything. He has to make order for pants, for clothes. მე ტანსაცმლის მორგება ამ 5 საათიან სესიაში თავიდანვე განსაზღვრულ მიზნად მქონდა. ამიტომაც დიდი ინტერესით შევუდექი, თუმცა სულთანის თვალში არც ესე ადეკვატურად გამოვიყურები. Palyaço olarak döndü. Clown costume is like this. He says that like that. მოგესალმებით, მეგობრებო. მე კაკო ვარ, დოპამინის სავსე კაცი. ეს თქვენ გიჩვენებთ shows. გავიაროთ? კი. I will go. სიმაღლის ზრდის ჰორმონის გამო მას აქვს რეკორდი დამყარებული არა მარტო სიმაღლეში, არამედ გინესის რეკორდის მიხედვით ის ყველაზე დიდი ფეხის მქონეცაა. ასევე მას აქვს ყველაზე დიდი ხელი გინესის რეკორდის მიხედვით. He says that not my hands. Everything is big. Really? He says Everything? Everything is big? Fabi, can you go? I want. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 საათია სულთანთან ვარ, მასზე ბევრი ვერაფერი გავიგე. ოჯახის გარემოცვა ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს. ასე რომ მის საყვარელ კალფაში წასვლა და მასთან თამაში იდეალური შანსია განსამარტოებლად. თანაც თამაშისთვის განსაკუთრებული ნიზლავი შევთავაზე. If I win, I have to be in your wedding. düğüne beni davet edeceksin diyor. Okay. Yeah? Deal. Okay. Okay. I think he's avoiding talking about wedding. Şu an for now. იმისთვის რომ სულთანს უფრო მეტი სიღრმისეული კითხვები დაუსვა, სულთანის საყვარელ კაფეში წასვლა გადავწყვიტეთ. თუმცა გარეთ გასვლამ განმარტოება კი არა, კიდევ უფრო მეტი ქაოსი გამოიწვია. This is last picture guys. Last photo then we'll go. Tamam, teşekkürler. ფოტოს გადაღების სურვილები არ იკლებდა. სულთანის ჩემთვის განკუთვნილი დრო კი ნენელა იწურებოდა. Bro, para.
სულთანთან პრივატულად ყოფნა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა ჯერ სახლში ნათესავების და მერე გარეთ ხალხის გამო. და კაფისკენ წავედით, სადაც შესვლა წესით იდეალური არჩევანია. თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნა სულთანს აქაც არ დაკლებია. Check the next few arkadaşlar. Evet. როგორც კი ფოტოების გადაღებას მორჩნენ, თამაში დავიწყეთ. სასწორზე დიდი პრიზი დევს. მის ქორწილში უნდა ვიყო. ასე რომ თამაში საკმაოდ დაძაბული სცენარით მიმდინარეობდა. Kurdistan King. Kurdistan King. თუმცა წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა დაძაბულობა პრიზი მილიონი პლუს ქულა რომ იყოს. ჯერ არ 0-0-ია, მაგრამ მაგრად უგებ. პლუს მილიონერობა, ანუ მილიონი პლუს ქულის მოგება საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციაში შეიძლება. ამისთვის თუნდაც $1 კრიპტოს ან აქციის შეძენა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. ამის ველა ზაბარი სამასი ველა. He says that shuttle the things like Okay. yeah. მობილბანკში კრიპტოს ან აქციის ყოველი 1/10 ყიდვის ტრანზაქცია პლუს ქულებით ჯილდოვდება. ხოლო ყოველ 50000-ზე საერთოდ მილიონი პლუს ქულა ირიცხება. დუბეიშ. Kushash. So o kazandı. Wedding Yani düğüne davet ediyorsun diyor. club. Again. Yes. Yeah. 1-1. ჩემი იმედები რომ სულთანთან მარტო მოახერხებდი, დარჩენას არც ისე ზუსტი გამოდგა. ის არასდროსაა მარტო. აქაც თან გვახლავს მისი ნათესავები და შესაბამისად შემდეგი კითხვა ლოგიკურად მიჩნდება. Is not he like stressed about this? Like maybe he needs sometimes psychotherapy or something. Or no? Sultan abi, hiç böyle psikolojik anlamda kendini kötü hissettiğin oluyor mu? Öyle bir ya Bazı. he says he feels alone sometimes, but he doesn't think to get any psychological support or something. სულთანის ხეული ციხედ იქცა. ის მარტო ერასდროსაა, ხოლო მთელი ოჯახი როგორც ფიზიკურად, ისევე ფინანსურად თურმე მასზეა ჩამოკიდებული. He bought that house we went today. Evin taksitlerini ödüyorum. He has to pay the house payments right now. And his whole family lives here, right? Yes. He is like the golden guy. Yeah. Yeah. Everyone is united to him. He is the golden guy. Yeah. ამ პირობებში საინტერესოა რაზე ოცნებობს სულთანი. What's he is dreaming about? Kulağına bileceğim bir arabanın olmasını istiyorum. His dream is having a car which he can use. One of his dream, when he gets the car, he travels all around the Turkey Wow. to visit all the cities of Turkey But not alone, right? With your wife, maybe. with his wife, of course. Do you have picture? Varama göstereyim. He says he has, but it's a secret. Okay. სულთანი თავის შეყვარებული სურათს ისევ არ მიზიარებს, თუმცა ჩემთვის უცნაური სულ სხვა რამეა. როგორ შეიძლება მანქანაზე ოცნებობდეს ადამიანი, რომელიც 1-5 საათიან ვიზიტში საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებს? I think because of like this YouTubers and some people coming, he makes good money to buy car, no? Yes, as you said, he is sharing the money for the other people, translator, manager. Okay. You. How are you? ეს სულთანის მენეჯერია. სწორედ ის ადამიანი, ვისაც თავიდან მივწერე და მასთან ვიზიტში აბსურდულად დიდი თანხა მომთხოვა. თუმცა ვაჭრობის შემდეგ თანხა ცოტათი დააგო. მან კაფეში ცოტა ხნით შემოგვირბინა. Yeah. It's everything okay? Yeah. That's perfect. დაახლოებით 9 საათი ჩვენთან გაატარა და მე ისევ წავიდა. ჩვენ კი სანამ სხვა ლოკაციაზე გადავინაცვლებდით, თარჯიმანი მენეჯერის კონტრიბუციით დაინტერესდა. What do you think how much? I don't have. Yes. I don't know. $1,000? $1,000? More. More? 5,000. No. Yeah. No way. Yeah. Really? 5,000. Do you know how much equals it for Turkish lira? I don't know, but it's a lot of. For me also, it's a lot of. Every picture from someone I pay 5. Yes. Yeah. I don't know how much he gets. I don't know too. Because if like a lot of YouTubers are coming, all these YouTubers are paying that money, Yes. he will have the car, his dream car already. But
Did you see the manager's car? Yeah, I see manager's car. See? Yes. He has shitty car. Yes, Manager has yes. great car. I don't want to make him uncomfortable and to ask that question how much he gets, but I think he gets low and the manager gets Definitely. Even not half of them. Yeah. Of them. First, when I asked the manager, I want to meet him. Yeah. He told me 10,000. Fuck no. სინამდვილეში თარჯიმნის თანხაც ამ სერვისში შედიოდა. Service agreement. Okay. That we took the video here and then we are paying some money to you. თუმცა მენეჯერმა ბოლო მომენტში ფულის დამატება მოუთხოვა. თან ისე, რომ თარჯიმას ფული დააკლა. He will cut too much money from Sultan. Even I don't know. For example, for me, did you get another deal with the manager for translation? Yeah, he told me that I have to pay you 150. I told him 200 actually. Yeah. Real. I told him 200. He told me that no, this is too much. I gave them a discount and you're gonna get 100. 50 from you also. Thank you. Oh yeah. For 5,000, I was like, I will go to South America and make a great trip and so on. But I have promised to my audience that I'm making the most of series. I don't feel like most happy to take this video and to spend so much money, but it's okay. Some of this costs is paid by my sponsor. That's why I want to put them, and that's why I need privacy to show them the things. ეს სიმშვიდე ერთ-ერთ პარკში ვიპოვეთ, სადაც გარეთ სიარულისგან დააღლილი სულთანი დასასვენებლად წამოწვა. He's tired, huh? You okay? This one I am enough. Okay, my love. I love Mardin. Mardin or money? Mardin. I love money. I love everybody. პარკში მზე ძალიან აცხუნებდა, რაც იდეალურ შანსს მაძლევდა ჩემი სპონსორის საჩუქარი ორგანულად ჩამისვა. Do you have some sunscreen? Sunscreen? Sunscreen, yeah. No. No? I have because my sponsor got me. So my sponsor told me, as he is like highest guy, he is nearest guy to the sun. That's why you need sunscreen. Thank you very much. ავერცი გახდა ჩემი სპონსორი და ის მეხმარება რომ ესეთი კონტენტი შექმნა და ამჯერად მზისგან დაგვიცვა. You need a lot of because you have big hand. ძალიან ბევრი დაუს ნიკო. არა თუ არ შეიძლება თეთრი დაგრჩება. So you cannot get burned right now. You cannot get burned right now, yeah. Thank you my brother. Okay. სანამ მორიგ საჩუქარს გადავცემ, სულთანთან კიდე 1 საათი გავატარე. ჩაი დავლიეთ და მე ვკითხე ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. How long do you have as a manager? Yaklaşık 13 yıldır. 13 years. You don't contact everyone he makes, yeah? Bütün iletişimleri o mu sağlıyor? Sen kimseyle Evet. Yok ben hiçbir şeyle muhatap olmuyorum. so he is not doing anything. de All the kasık connections, alan abi. all the things. And he prefers Var it. var. He says that's okay. It's easy for him. He has nice car. Menajerim I havalı. think he makes good money to you. Yeah? He says his manager is a cool guy. იმაში დარწმუნებული რომ ჩემი მორიგი საჩუქარი სულთანს დარჩება, გადავწყვიტე მისთვის ელიტის საჩუქარი გამეზიარებინა. I have another gift from my sponsor. My sponsor is Elite. Elite. Yeah. მე როგორც ტელეფონების რაინდმა ელიტში ჯერ კიდევ ბათუმში შევიარე, სადაც ტელეფონების უამრავი არჩევანია. მათ შორის ჰონორის ეს ახალი მოდელები, რომლებიც ხანგრძლივი ბატარეით და გამძლეობით გამოირჩევა. მე კი ორი თემატური ტელეფონი შევარჩიე სულთანისთვის, რომელთაგანაც პირველი ისეთია ხელის გულზეც რომ დაეტევა. Open. It's small, right? But if you open, it's in your hand, like. Sındık gibi. სულთანისთვის მეორე ტელეფონიც მაქვს საჩუქრად, რაც მის სიმაღლესთან პირდაპირაა დაკავშირებული. ამიტომ მოვუტანეთ ყველაზე მაღალ ადამიანს, რადგან Telefonlar çok. ძალიან მაღალი წერტილიდან შეიძლება გადმოვარდეს. So that's why they give me also the strongest phone, not to if you drop, it's okay. So, yeah, you can try. You can stand up. Stand up and drop. Within 1, 2. 2, 3. No. Harder. Oh. Harder. Yeah. So you have now 3 phones. You need 3 girlfriends to Thank each. you very much.
Oh! I told him that this phone is for him, not for his manager. Zaten menajer gelmedi. He says, of course, he is not for Okay. ჩვენი 5 საათიანი სესია ნელა აქ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეცადე, ჩემი შეგრძნებით სულთანი ბოლომდე მაინც ვერ გავხსენა. გულწრფელ ადამიანზე უფრო მეტად დავინახე კაცი, რომელმაც იცის კამერასთან რა როლი მოირგოს და ყველგან ერთი და იგივეს იმეორებს. საბოლოოდ სულთანს დავემშვიდობენ. მენეჯერის ხალხს ფული გადაუთვალეთ და წამოვედი. ფიქრობდით რა დამრჩა ამ 1000 დოლარის და უამრავი გავლილი კილომეტრის მერე. ყველაზე სერიებში კიდე ერთი პუნქტი მოვნიშნე და გავიცანი კაცი, რომელიც თავისუფალი აღარაა. ის უკვე პროდუქტია, რომელიც ოჯახს და მენეჯერს არჩენს. მაგრამ სინამდვილეში იმდენად თრგუნავს ეს ყველაფერი, იმდენად უნდა რომ ჩვეულებრივი ადამიანივით იცხოვროს, რომ როგორც მივხვდი, შეყვარებული შესახებაც იცრუა. He has fiancé? Kız arkadaşın ya da nişanlın var mı abi? He has a girlfriend. ეს ისტორია მაღალკაცზე არაა, ისტორია იმაზეა, თუ როგორ იკარგები გარემოს მიერ შექმნილ როლში. როგორ არ უსმენ საკუთარ თავს და ასრულებ იმას, რისი მოლოდინით შენგან სხვებს აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე მაღალი კაცი ხარ თუ სანემოშო შვილი. ამ როლიდან გამოსვლა ამდენი ადამიანის მოლოდინის დარღვევა უდიდეს გამბედაობას მოითხოვს. ამისთვის კი ერთხელაც უბრალოდ უნდა ადგე და თქვა. Dare to be stupid. Ah, good.